ვეცი თე სურიკუ მოგესალმებით მეგობრებო. მგონი ტრადიციად იქცა რომ ყოველი ჩემი ვიდეო დავიწყო შემდეგი სიტყვებით. ძალიან დიდი ხანია ვიდეო არ დამედია, მაგრამ ძალიან მომენატრეთ და დაგიბრუნდით. ვინაიდან და რადგანაც ვიცი რომ წიგნებზე ვიდეოები მოგენატრათ, დღეს სწორედ მათ შესახებ ვისაუბრებ და განვიხილავ ყველა იმ წიგნს, რომელიც ამ ზაფხულს წავიკითხე. მოგეხსენებათ, წელს ვიყავი აბიტურიენტი და საკმაოდ რთული წელი მქონდა. შესაბამისად, ვიდეოების დადებასაც ხშირად ვერ ვახერხებდი და წიგნების წაკითხვითაც თავი არ გამომიჩენია ამ წელს, მაგრამ რამდენიმე წიგნი მაინც არის, რომლის წაკითხვაც მოვასწარი და მინდა რომ მათზე გესაუბროთ. აქვე აღნიშნავ, რომ რამდენიმე წიგნი, რომლის შესახებაც თავდაპირველად მოგიყვებით, უშუალოდ ზაფხულში არ წამიკითხავს, წავიკითხე გაზაფხულის პერიოდში, მაგრამ მაინც გეტყვით ამ წიგნების შესახებ. კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით ვიდეოს ხარისხისა და სინათლის გამო, რადგან ჯერჯერობით ამ რაღაცებზე ვერ ვზრუნავ, მაგრამ ყველანაირად ვეცდები რომ მალე მოვაგვარო. დავიწყოთ და პირველი წიგნი, რომელზეც მინდა რომ ვისაუბრო, ეს არის ენ ბრონტეს მტკნურად ვილდფელ ჰოლში, რომელიც მაქვს ჩემს პირად ბიბლიოთეკაში და აი ასე გამოიყურება. საკმაოდ დიდი წიგნია, დაახლოებით 600 გვერდი აქვს. ზოგადად დები ბრონტეების წიგნები არც ერთი არ წამიკითხავს ამ წიგნამდე. დიდი შტაბ-წერილება მოახდინა ენ ბრონტეს წერის სტილმა ჩემზე. სწორედ ამიტომ მისი მეორე წიგნით შევიძინე, აგნეს გრეი, რომელზეც მოგვიანებით გესაუბრებით. ჯერჯერობით ამ წიგნზე გავამახვილოთ ყურადღება. წიგნებში ჩემს საყვარელ ნაწილებს ასე ვნიშნავ ხოლმე. ალბათ ამიერიდან ანუ ფანქრითაც მოვნიშნავ ხოლმე, უბრალოდ აქამდე თითქოს მენანებოდა წიგნის ფანქრით მონიშნა, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ არის არაფერი ცუდი ამაში. ახლა წაგიკითხავთ ამ წიგნის შინაარსს და გაიგებთ თუ რაზე არის. ენ ბრონტეს ამ ფსიქოლოგიურ რომანს, რომელშიც მწერალი საზოგადოებაში გაბატონებულ ცრუღირებულებებსა და მორალს აუმხედრდა, დიდი სკანდალი მოჰყვა დედოფალ ვიქტორიას დროინდელ ინგლისში. ნაწარმოების თემა ყველა დროის მწვავე პრობლემაა. ქალის მდგომარეობა ოჯახში, ქმრის ტირანია, უზნეობასა და ძალადობას გაქცეული ქალის გარიყვა საზოგადოებისგან. რომანი ქართულ ცეცხლში გაატარეს კრიტიკოსებმა, საზოგადოება აღშფოთდა და ენის დამ შარლოტა ბრონტემ წიგნის გამოცემა აკრძალა. საბედნიეროდ მე-20 საუკუნეში უსამართლოდ მივიწყებული ენ ბრონტე გაიხსენეს და რომანმა მტკნურად ვილდფელ ჰოლში კვლავ იხილა დღის სინათლე. მას ტელესერიალებიც მოჰყვა 1968 და 1996 წლებში. ჩვენი მკითხველი კი ამ შესანიშნავ რომანს პირველად გაეცნობა ქართულად. მინდა გითხრათ, რომ ჩემი შეფასებით ნამდვილად შესანიშნავი რომანია, ძალიან ვისიამოვნე მისი წაკითხვით. ამ წიგნში გადააწყდებით ბევრ პრობლემას, რომელსაც ქალები ყოველდღე თვალებში ვუყურებთ. იმდენი ხანია ვიდეო არ გადამიღია, ლაპარაკი საერთოდ დამავიწყდა და ახლა ძალიან დიდ შესვენებებს ვაკეთებ ხოლმე. შემდეგი წიგნები, რომელზეც ვისაუბრებ, ეს არის ბრძენკაცის შიში, რომელსაც ორი ნაწილი აქვს, ბრძენკაცის შიშის პირველი ნაწილი და მეორე ნაწილი, ორივე წავიკითხე. ორივე ისევე როგორც მტკნურად ვილდფელ ჰოლში არის ძალიან დიდი წიგნი და ეს უკვე არის ფენტეზის ჟანრი. ძალიან საინტერესოა. აქამდეც მისაუბრია ზოგადად მეფის მკვლელის ქრონიკების შესახებ. ეს ბრძენკაცის შიში არის წიგნის მეორე ნაწილი. პირველ ნაწილზე მე აქამდეც მისაუბრია. ჯერჯერობით ველოდებით, რომ პატრიკ როთბუსმა, ამ ავტორმა დააყენოს საშველი და მესამე ნაწილი გამოუშვას. როგორც ვიცი, ამ წიგნებს შორის, გამოშვებებს შორის არის ძალიან დიდი ხანგრძლივობა, დიდი ხნის ხანგრძლივობით უშვებს ამ წიგნებს და ახლა ყველა ელოდება ამ წიგნის მესამე ნაწილის გამოსვლას. მათ რიგებს მე შევუერთდი, იმიტომ რომ ძალიან დამაინტერესა ამ სერიებმა. გარწმუნებთ, რომ ეს წიგნი გამოგზაურებთ ისეთ სამყაროებში, აქამდე რომ საერთოდ წარმოდგენა არ გქონიათ მათ შესახებ. შემდეგი წიგნი ეს არის საშინელებათა ჟანრის ნაწარმოები, ქთულჰუს ძახილი. ეს სამი წიგნი, რაც დავასახელებ, ბრძენკაცის შიშის პირველი და მეორე ნაწილი და ქთულჰუს ძახილი, ჩემ მეგობარს გამოვარდ შესაბამისად აქ არ მაქვს, ისე ზოგადად ვისაუბრებ მათ შესახებ. სიმართლე გითხრათ, ქთულჰუს ძახილი არის წიგნი, რომელმაც ყველაზე ნაკლებად მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილებები იმ წიგნებს შორის, რაც ამ ზაფხულს წავიკითხე, წელს წავიკითხე ზოგადად, მაგრამ არც იმას ვიტყვი, რომ ცუდი წიგნი იყო. უბრალოდ თითქოს უფრო მეტს ველოდი თან ანუ საშინელებათა ჟანრი არ წამიკითხავს აქამდე. ველოდი რომ უფრო მეტ ემოციას და შიშის გრძნობას და მსგავს რაღაცებს გამოიწვევდა ჩემში, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მომხდარა. რამდენიმე ნაწილად არის წიგნი დაყოფილი და მესამე თუ მეოთხე ნაწილი არის ძალიან კარგი. გადავიდეთ იმ წიგნზე, რომელიც ამ ვიდეოში უკვე ვახსენე, ეს არის ენ ბრონტეს აგნეს გრეი, რომელიც მტკნურად ვილდფელ ჰოლშის წაკითხვის შემდეგ შევიძინე. აღსანიშნავია ის, რომ ენ ბრონტეს წინა ნაწარმოებმა, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, მტკნურად ვილდფელ ჰოლში
ნაწილში. მან უფრო მეტი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ვიდრე აგნეს გრეიმ, რატომღაც ამ წიგნისგანაც უფრო მეც ველოდი. ბანალური იყო, შეიძლება ასეც ითქვას, თუმცა ძალიან ბევრ პრობლემაზე არის ამ წიგნშიც საუბარი და საინტერესო წასაკითხია. ახალგაზრდა აგნესი კარგ ჩაკეტილ ცხოვრებასთან დამშვიდობებასა და სამყაროს გაცნობას მას შემდეგ გადაწყვეტს, რაც მისი ოჯახი მატერიალურ გასაჭირში აღმოჩნდება. განათლებულსა და კარგად აღზრდილს რომელიმე მდიდარი ოჯახის გუვერნანტობა საუკეთესო გამოსავლად მიაჩნია და იმედებით სავსე-ტოვებს მშობლიურ სახლს. სამყარო კი თურმე სულ სხვანაირია. სიხარულით ხელგაშლილი არ ეგებება აგნეს, სადაცაა იმედებს დაუმსხვრევს და ადამიანებისადმი ნდობასაც დააკარგვინებს. ერთ განსაცდელს მეორე მოსდევს, თითქოს მთელი ქვეყანა მის წინააღმდეგ ამხედრდა. თუმცა ძნელია მოერიო ადამიანს, რომელიც მხნეობის, გონიერებისა და მოთმინების მაგალითია. ალბათ სწორედ ამ ღირებულებების გამო დაიმსახურა მთავარმა გმირმა, რომ უმცროსი ბრონტეს პირველ რომანს სწორედ მისი სახელი აგნეს გრეი ერქვას. პირდაპირ გადავიდეთ შემდეგ წიგნზე, რომელიც არის ლეილა, იძულებით გათხოვილი. ეს წიგნი არის დაფუძნებული ნამდვილ ამბავზე, ისევე როგორც სუადი, ცოცხლად დამწვარი და ეხება სამწუხაროდ დღესაც აქტუალურ პრობლემებს. საფრანგეთში ყოველწლიურად 50,000 გოგონა იძულებითი ქორწინების მსხვერპლია. ასეთი ქორწინება მახინჯი ტრადიციაა და მშობლების ინტერესებს ემსახურება. 20 წლის ვიყავი და სიყვარულით გათხოვებაზე ვოცნებობდი. კაცი, რომელიც თვალით არ უნახავს, მასზე 15 წლით უფროსია, არ მოსწონს, არ უყვარს და მაინც აიძულეს მის თხოვებოდა. მამაჩემო მითხრა, შენი ქმარი ის იქნება და სხვა არავინ და მასთან ბედნიერად იცხოვრებ. ქორწინების შესახებ გარიგება მაროკოში შედგა და საფრანგეთში იურიდიულად გაფორმდა. იმ კაცმა სცემა და მისი დამორჩილება სცადა. არნახული გამბედაობის წყალობით ლეილა მიბრძოლა და თავისუფლება, ღირსება შეინარჩუნა. წიგნია, რომელშიც ძალიან კარგად არის აღწერილი თუნდაც დღევანდელი რეალობა და დღევანდელ მსოფლიოში მცხოვრები ძალიან ბევრი ახალგაზრდა გოგონას რეალობა, რაც ძალიან სამწუხაროა. და ვიმედოვნებ, რომ მომავალში ამ საკითხს რაღაც ეშველება და რაღაცნაირად მოგვარდება, იმიტომ რომ ის ყველაფერი, რაც ამ წიგნში არის აღწერილი, არ არის ნორმალური და არ უნდა ხდებოდეს. შემდეგი წიგნი ეს არის იენ მაკიუენის მონანიება, რომლის ეკრანიზაციაც არსებობს და შეგიძლიათ უყუროთ, იმიტომ რომ ძალიან კარგი ეკრანიზაციაა და სხვათა შორის თავისი სანიშნე მოყვება ამ გამომცემლობის წიგნებს, რამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და აუცილებლად ვაპირებ ლიტერატურული ოდისეა სხვა წიგნების შეძენასაც უახლოეს მომავალში. პირვანდელი ჩვენების ისევ და ისევ გამეორება აძლევდა ბრაიონის საშუალებას შეცდომის ბუნდოვანი შერწყნებისგან განთავისუფლებულიყო და იმ ზიანის სიდიადეზე არ იფიქრა, რასაც სხვას აყენებდა. 21 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული რომანი 4 ნაწილისა და დროის 3 მონაკვეთისგან შედგება. ტალისების მრავალრიცხოვანი ოჯახის უმცროსი ქალიშვილი 13 წლის ბრაიონი საბედისწერო შეცდომას უშვებს. ნაწარმოებში აღწერილია თუ როგორ ცვლის ეს შეცდომა შეყვარებული წყვილის, სესილია ტალისისა და რობი ტერნენის ცხოვრებას სამუდამოდ, ხოლო ბრაიონის დიდი ძალისხმევა სჭირდება მონანიებისთვის. ბუკერისა და სხვა მრავალი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის ლაურეატი იენ მაკიუენი 14 რომანისა და მოთხრობების 2 კრებულის ავტორია. მონანიება საყოველთაოდ მიჩნეულია მაკიუენის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად. მისი ეკრანიზაცია უშუალო წიგნის წაკითხვამდე მქონდა ნანახი, ოღონდ ძალიან დიდი ხნის წინ. პატარა ვიყავი მაშინ და არც მახსოვდა რაღაც მნიშვნელოვანი დეტალები მახსოვდა, მაგრამ ყველა წვრილმანი არა და გავიხსენე ყველაფერი. და ისე მქონდა ნერვები მოშლილი მთელი წიგნის კითხვის განმავლობაში ამ ბრაიონიზე, რომ მეტი არ შეიძლებოდა. იმის გამო რომ რაღაცები არასწორად გაიგო, სამუდამოდ დაუნგრია ცხოვრება მის დასა და დის შეყვარებულ რობის. დაგვრჩა ბოლო 3 წიგნი, რომელზეც უნდა ვისაუბროთ და ეს არის მილენიუმის ტრილოგიის გაგრძელება, ანუ მათი ბოლო 3 ნაწილი, გოგონა ობობას ქსელში, გოგონა რომელიც სამაგიეროს ყველას უხდის და გოგონა რომელიც უნდა მომკვდარიყო. როდესაც ამ ყველა წიგნზე მე ვესაუბრეთ, მაშინ როდესაც ჩემი წიგნების კოლექცია განვიხილე. ჯერ წაკითხული არ მქონდა ეს წიგნები. ახლა ვკითხულობ ბოლო ნაწილს. უბრალოდ ვეღარ მოვითმინე, ის ძალიან მინდოდა ვიდეოს ჩაწერა. კონკრეტულად ვარ 129 გვერდზე. თავიდან ვიყავი ძალიან დაბნეული. ამ წიგნის პირველი 3 ნაწილი, ანუ ორიგინალი ავტორის, ასე ვთქვათ, სტიგ ლარსონის მილენიუმის ტრილოგია, წაკითხული მქონდა. გოგონა დრაკონის სტატუთი, მეორე ნაწილი ნათლია შემსვათხოვე და გოგონა რომელმაც კაზანების ბუდე დაანგრია. ეს წიგნები წაკითხული მქონდა და ძალიან დავიბენი, რატო ეწერა მათ მომდევნო ნაწილებს სხვა ავტორის სახელი. შემდეგ ყველაფერი ნათელი გახდა, როდესაც აქ წავიკითხე, რომ 2004 წლის 9 ნოემბერს
ჟურნალისტი სტიგ ლარსონი გულის შეტევით გარდაიცვალა და ვერ მოესწრო საკუთარი რომანების არნახულ წარმატებას მსოფლიო მასშტაბით. დაიბეჭდა 75 მილიონ ეგზემპლარზე მეტი. სწორედ ამიტომ შვედმა ჟურნალისტმა და მწერალმა დევიდ ლაგერკრანცმა ისე გააგრძელა მილიონობით მკითხველისთვის საყვარელი პერსონაჟების თავგადასავალი, რომ ავტორის სტილი დაიცვა და თან არც მის ფანტაზიას უღალატა. რომანი ისეთ გასაიდუმლოებულ პირობებში იწერებოდა, რომ ლიზბეთ სალანდერსაც კი შეშურდებოდა. წიგნი ერთდროულად გამოსცა მსოფლიოს 25-მა გამომცემლობამ და გამოსვლისთანავე მსოფლიო ბესტსელერი გახდა. მინდა აღვნიშნო, რომ ყოჩახ დევიდ ლაგერკრანცს, იმიტომ რომ მართლაც ამ სტიგ ლარსონის სტილში აქვს გაგრძელებული ნაწარმოები და საერთოდ რომ არ წერებოდა მისი სახელი, ვერ შევამჩნევდი, რომ სხვა ავტორმა დაწერა. ეს არის მეოთხე ნაწილი, მეხუთე და მეექვსე ნაწილი, რომელიც აგრეთვე უკვე დაგანახეთ, ახლა ვკითხულობ, ძალიან ლამაზი წიგნებია და ძალიან მიყვარს. სულ ეს იყო მეგობრებო. წელს ბევრი წიგნი არ წამიკითხავს სამწუხაროდ, თუმცა მთელი ცხოვრება წინ მაქვს და ჯერ კიდევ ბევრი წიგნი მაქვს წასაკითხი და აუცილებლად დაგააპდეითებთ ხოლმე, ხო? ახლა მაინც მინდა ერთ წიგნზე გესაუბროთ, მადელინ მილერის კირკეზე. ეს ჩემი წიგნი არ არის, ჩემი მეგობრის მარიამის წიგნია და ვითხოვე. უნდა წავიკითხო აუცილებლად, ძალიან მაინტერესებს და სწორედ ამ წიგნს რომ დავამთავრებ, გოგონა რომელიც უნდა მომკვდარიყო ამ წიგნს რომ დავამთავრებ, შემდეგ ჩემი სამიზნე არის კირკე. ჩემ გეგმაში უნივერსიტეტის დაწყებამდე კიდე შედის მაინ რიდის უთავო მხედარი, ძალიან მაინტერესებს. რაც შეეხება ჩემს უნივერსიტეტს, არავის კი კითხავთ, მაგრამ მე მაინც გეტყვით. მინდოდა რომ საერთოდ ცალკე ვიდეო გადამიღო ამ ეროვნული საკითხებთან დაკავშირებით და ვიღებდი კიდეც რაღაც რამდენიმე ვიდეო მქონა, მაგრამ წავშალე, იმიტომ რომ ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი ჩემი ეროვნულის შედეგებით და საერთოდ აღარ მქონდა იმის мотиваცია, რომ რაიმე ვიდეო გადამეღო ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ რა მაქვს დასამალი ყველაფერს გეტყვით. ქართულ ენასა და ლიტერატურაში მივიღე 55 ქულა 70 ქულიდან. ერთმა საბედისწეროს შეცდომამ გამიფუჭა ყველაფერი და ანალიზში 20 ქულა მივიღე 30 ქულიდან სამწუხაროდ. ესეთი და რედაქტირებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ამ მხატვრულმა ანალიზმა ჩამიგდო ეს ქულა, მაგრამ 55-იც, ნუ ეს მთლად კატასტროფა ქულა არ ყოფილა ჩემთვის. ინგლისურში ავიღე 77 ქულა 80-დან, მხოლოდ ინგლისურით ვარ კმაყოფილი და მათემატიკაში ავიღე 29 ქულა 51 ქულიდან. ისეთი ერთქულიანები მქონდა შეცდომით, რომელსაც მასწავლებელთან მართლაც რომ თვალდახუჭული ვაკეთებდი ხოლმე. და ერთ სამქულიან ამოცანაზე დამწყდა გული, მარტო ერთი ხაზის გავლება ვერ მოვიფიქრე, თორე ამოვხსნიდი, მაგრამ არა უშავს, რაც იყო. მოვიპოვე 50%-იანი გრანტი და ჩავირიცხე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირება მენეჯმენტის ფაკულტეტზე. ახლა კი დაგემშვიდობებით მეგობრებო და მომავალ შეხვედრამდე.